მოგესალმებით, ჯერასო მეგობრებო, სვენელებო. დღეს შემოგთავაზებთ, უბრალოდ ახლა შემოგთავაზებთ ვიდეოს. იმიტომ დღეს შეიძლება მეორე ვიდეოც მოვასწრო. ეს არის არინა ბერეგინას ვიდეო, სადაც ის მეორე ოლგა, ამათ კიდე ყავთ ორი ოლგა, მეორე არის ოლგა ტანი და ესა ერთი ოლგა ტანი და მეორე ოლგა აუგვარი დამავიწყდა, კაი რა მნიშვნელობა, ткаცენკო და კიდევ ახალგაზრდა მამაკაცი ოთახში შეიკრიბენ, ეგ სხვა ფორმატია შეხვედრის და საუბრობენ თუ სინამდვილეში როგორია წვრილი პლანი, წვრილი დონე და ცოტ-ცოტად ამჟამად მიმდინარე პროცესებზეც ექნებათ საუბარი. მაშ დავიწყოთ. აგერ მე მაინც ამათ განახებთ, წარმოგიდგენთ, შუაში ქალბატონი რომზეს ის არის ალიონა ბერეგინია, ამ ახალგაზრდას არ ვიცნობ და ეს არის ორი ოლია ყავთ მეთქი, რომ გითხარით, ეს არის მეორე ოლია სტაცენკო. პირველია ოლგა ტანიდა. მე გამოვტოვე ახლა დასაწყისი ის არ იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი. ოლია ткаცენკო ამბობს, რომ ჩდებაო ასეთი კითხვა და მე გიკეზეო, გიკე კიცით, მე ხანდახან თქვენ გითარგმნით ნაწყვეტებს გიკედან. ეს galaktikuri ზურმუხტის ხომალდზე შეხვედრა და მე თქვენ როგორც გითხარით გითარგმნით იქედა ხოლმე ნაწყვეტებს და კიდევ ბევრი დარჩა იქა. ჯერ მე უნდა მოვუსმინო, ახლივიც არის, მაგრამ სანამ მე არ მოусმენ და მთლიანი ინფორმაცია არ იქნება თქვენთვის საინტერესო. ისინი ყვებიან რაც ხდება მომავალში და ბევრჯერ კი მე მისმენთ, ბევრი მისმენთ, მაგრამ ყველა საკითხები თქვენ არ გაინტერესებთ. არიან ისეთები, რომლებსაც ყველა ინტერესებთ, არიან ისეთები, რომლებიც ამორჩეულად ინტერესდება. არა, მე არ საყვედუროთ, მეც ასე ვაკეთებ ხოლმე. მე ვუსმენ, მაგრამ რაც საჩუმო მხოლოდ მაგას ვიტოვებ. ხო, ასეც უნდა იყოს. თქვენ ჩემი ნათქვამით უნდა შეარჩიოთ. ბრმად არაფერს არ უნდა ენდოთ. რასაც გული კარნახოთ, ბევრჯერ მithქვამს და რაც თქვენ გულთან რეზონირებს. მაშ გავაგრძელოთ და ოლგა ткаცენკო ამბობს, რომ ჩვენ სხეულებს ვუწოდებთო პლოტნაი ტელა, ანუ ბრტყელი სხეული, ბრტყელი, სიბრტყე აქვს ისეთი სხეული, სიბრტყე, იგრძნობა ხელს რომ მოკიდებ, კანს მოკიდებ, იგრძნობა რა სხეული. იგივე საგნები, გონია მყარია, ხო? და სინამდვილეშიო ჩვენი სხეულები არ არისო ბრტყელი, ჩვენ რომ გონიათო რომ მაგარია ხელს რომ მოვკიდებთო, სინამდვილეში მასეთი არ არისო. რომ ავიღოთ უჯრედი, ადამიანის უჯრედი და ამ უჯრედთა შორის სივრცე, უჯრედებს შორის სივრცე, межклеточное пространство. უჯრედი კლეტკა, ხო, დავუშვათ ვისაც რუსულად უფრო გესმით. არა, რომ მე უბრალოდ შედარებას ვაკეთებ, რომ შემდეგ რუსულად მოусმინოთ ინფორმაციას და მიხვდეთ რაზეა საუბარი. თუ პური მოყარით ინფორმაციას. უჯრედი, ავიღოთ ადამიანის უჯრედი და ავიღოთო უჯრედთა შორისო სივრცე. межклеточное пространство. კლეტკა უჯრედი. სინამდვილეშიო, ეს სივრცე არისო ცარიელი, ეს უჯრედთა შორისო სივრცე არისო ცარიელი. როგორც ვიცით, უჯრედები ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული და ჩვენ სინამდვილეში ახლა მიკროსკოპში რომ დავხედოთ კანს, იქ არის
ხელად გამოყოფთ უჯრედებს. ახლოდან მიკროსკოპში რომ შეხედოთ თქვენგანს, უჯრედები ჩანა. ანუ კანი იყოფა და ხოლმე ხანდახან მე ხშირად მიჩნდება ზამთარში კანი. და სკდება გვალვიანი მიწა გეგონება ხან მეგონება უბრალოდ მე თქვენ არიცი როგორ და მგონია რომ გვალვა შემდეგ მიწას დავყურებ. ისე გამოიყოფა ხელად ის უჯრედები შეერთებული რომ ერთმანეთთან. ასია ორგანოებიც. ორგანოები რა სინამდვილეში რა არის ძვალი. ყველაფერი შედგება შეერთებული უჯრედებისაგან, ოღონდ რაღაც ლოკალიზებულ ფორმაში. ასე ვთქვათ, როგორც ბუნებამ დააკისრა განლაგება, ძვლების უჯრედები, ძვლების სახით წარმოდგენილი ყუნთოვანი უჯრედები, ყუნთოვანი ქსოვილის სახი და ასე შემდეგ. То там просто пустота, у нас пустота. А когда мы повышаемся в вибрации... და როდესაც ჩვენ ვიმატებთ, ანუ ვწევთ მაღლა ვიბრაციებსო, რა დროსაც ხდება გადასვლა წვრილ დონეზე, იქ ხდება ამ ცარიელი უჯრედთაშორისო სივრცის შევსება თხევადი კრისტალური ნივთიერებით. ანუ კიდევ გავიმეორებ, ხდებაო ამ უჯრედთა შორისო სივრცის შევსება, ცარიელი უჯრედთა შორისო სივრცის შევსება თხევადი კრისტალური ნივთიერებით. და ამის ხარჯზე რომ ეს ფიზიკურ დონეზე უჯრედთა შორისო ცარიელი სივრცე წვრილ დონეზე ივსებაო კრისტალური თხევადი ნივთიერებით, ამის ხარჯზე წვრილ დონეზე ტყალდება ორგანიზმი, ანუ იძენს, მძიმდება მაინც და ტყალდება, მაგრამ ფიზიკურ დონესთან შედარებით ის უფრო მჩატია, მაგრამ მაინც ბრტყელია. როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ. ჩატია ფიზიკურ სხეულთან შედარებით, მაგრამ იქ წვრილ დონეზე პირიქით ემატება მასა. ხომ გამიგეთ მე რას გიხსნით? ფაქტიურად ახალგაზრდა კაცი ჩაერთო ახლა სტუმარი, უბრალოდ არ ვიცი ვინ ვის ყავს სტუმრად, ვერ გავიგე, მაგრამ მე მხოლოდ თემის გადმოცემას ვცდილობ და ეს ახალგაზრდა კაცი ჩაერთო ახლა და ამბობს, ესე იგიო წვრილ დონეზეო სულისო კრისტალური შემოდგენლობაო ეს, გინდა ესეცია დაარქვი, გინდა სითხე დაარქვი, ხო და ესო ამ დროსო რა ხდებაო, ეს ახალგაზრდა ეკითხება, შემოტრიალდებაო ეს სულის კრისტალური ნივთიერებაო, რა პროცესები ხდებაო? არაო, პასუხობს ორია, სტაცეკო, არაო, არაფერი არ შემოტრიალდებაო, არაო, ძველის არანაირი კრისტალური ნაწილი არ შემოდისო ამ დროს ამ უჯრედთა შორისო სივრცეშიო, პირიქითო შემოდისო ახალი, გარედან შემოდისო ახალი სხეულის ახალი ხარისხი. რადგან როგორც ისეთ უჯრედებში არის მიტოხონდრიები. მე არ ვიცი, შედით ინტერნეტში, შეიყვანეთ ადამიანის უჯრედი და თქვენით ნახოთ უკეთესია. თან ქართულადაც შეგიძლიათ ამოაგდოთ. და თვითონ რომ გაიცნობით თქვენ უფრო გაიგებთ, უფრო დაიმახსოვრებთ. ხომ ეს სადღაც ქონდა გადავაწყდით დააგების დროს წინ, სადაც ეს უჯრედი იყო გამოსახული, მაგრამ ახლა ვერ მომძებნი ისევ. და როგორც ჩვენ ვიცით, ჩვენ უჯრედებში არის მიტოხონდრიებიო, ამბობს ოლია. და ეს მიტოხონდრიები ადრეო თამაშობდნენო საციცოცხლო ენერგიის
შემაგროვებელის როლს. მიტოქონდრიები. ახლა ქართულად რა ქვია არ ვიცი, ერთი წუთს ახავე ვნახავ. ქართულადაც მიტოქონდრია ყოფილა. და ეს ძალები ხომი გადის ორგანიზმიდან და ამ დროს ირთვებაო ცენტროსომა. და ამ დროს ერთვებაო ცენტროსომა. ცენტროსომა არისო დაკავშირებული შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ ასეა საქმე. ცენტროსომა არის დაკავშირებული ჩვენ galaktikul მზესთან. დიახ, ხონია პირდაპირი კავშირი. ეს ცენტროსომა ირთვება უჯრედებში, მიტოქონდრია კვდება ამ დროს და უჯრედი ამ კვტარ მიტოქონდრიებს აგდებს უჯრედიდან. და ლიმფოსისტემის მეშვეობით ეს კვტარი მიტოქონდრიები გამოდის ორგანიზმიდან. როდესაც ჩვენ ორგანიზმში ხდება ტრანსფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანიაო მიაქციოთ ყურადღება ლიმფოსისტემას, რადგან თურმე ლიმფოსისტემით ბევრი რამე გამოდის ისეთი, რაც ორგანიზმს უკვე არ სჭირდება, ანუ რაც ან გადაამუშავა, ან შლაკია. ხო, რაც ადრე იყო საჭირო, ახლა გახდა არასაჭირო. და ყველაფერი რაც არა საჭირო, მოყვება ლიმფოსისტემას. ანუ ლიმფოსისტემა არის დრენაჟი ჩვენი ორგანიზმის. და ამ ცენტროსომის მეშვეობით ის აძლევს ენერგიებს სხვა წყობის. გამიგეთ? ესე იგი ის აძლევს სხვა წყობის ენერგიებს, ახალ ენერგიებს. და ეს ენერგია არ გავსო იმას, რასაც ადრე გვეძლეოდაო ჩვენი სასიცოცხლო პროცესებისთვის. ახლა ჩვენ გვეძლება უпростоრად მაღალი დონის ენერგიები, მაღალი ხარისხის ენერგიები. რადგან ჩვენი ვიბრაციებს ვწევთ და არასაკურველია ჩვენი სხეული ივსება სუსტად ამ ახალი მაღალი ვიბრაციებით. და ისინი არის ჩვენი ორგანიზმი ხო ჯერ მაინც მჭიდროა, ხო? და რა არის მჭიდრო? ეს არის დავარნილი ენერგიები, როგორც მე მithქვამს, საბოლოო დავარნილი ენერგიები, როგორც ასე ვთქვათ, ათხოვდი მაღალი ენერგიებისა. არა, შეურაცხყოფილად ეს არ ჟღერს, არ მიიღოთ შერაცხობად. ეს არ შეურაცხყოფ მე არავის. უბრალოდ, რასაც ჩვენ ხედავთ ჩვენი ფიზიკური სხეულის სახით, მაგიდით, ნივთების სახით, ეს უკვე არის საბოლოო დამძიმებული დაბალ ვიბრაციული ენერგიები. და ჩვენ იმას ვამბობ მე, ახლა ვზრდით ჩვენ ენერგიებს, ჩვენ ვიბრაციებს, ვზრდით, ხო? ამიტომ იცლება ეს ორგანიზმი, ამიტომ იცლება ორგანიზმში ყველაფერი. ამის ახსნას ცდილობენ ჩვენი დღევანდელი სტუმრები ვიდეოში. და ოლი ამბობს, როგორც კიდე ისე დაარქვითო ამას. კი, ჩვენ ჯერ არა ვართო გადასული წელს სამყაროში, გადავდივართო, მაგრამ მაინც შევითო მყარები, წყელი სიტყვის ქონე. ამ განზომილების სიტყვის ქონე. ხო და ახალგაზრდა კაცი სტუმარი ამბობს, ხო, როდესაც გადიხარო შენო ეს გულისხმობს ასტრალურ გასვლას, ან ვინც ხედავს წელს სამყაროს, მაგას სხეულის დატოვების გარეშე შეუძლია მიიღოს ენერგიები წვრილი პლანიდან. და როდესაც გადიხარო შენო წვრილ სამყაროში, წვრილ დონეზეო და ამ ენერგიებით ივსები იქაური შემოსული ენერგიებითო, შენ პირიქით სიმსუბუქეს კი არ ვცნობო, შენ გძნობო, რომ შენ უფრო მჭიდროვდებიო, ანუ ივსება შენში ეს შედის და თითქოს შენი ორგანიზმი კი არ დამჩადდა, არამედ დამძიმდაო. და მე როგორც გავიგიო, ამბობს ეს ახალგაზრდა კაცი, მithყავთ სტუმრად. უჯრედის ბირთვს აქამდე ზინავდაო. უჯრედის ბირთვი ყველა უჯრედს აქვსო, არიან ერთუჯრედიანი ინფუზორიები,
არ მახსოვს ოღონდ მაგათ აქვენ ბირთვი თუ არ აქვენ და ოლედ კაცენკო უსწორეს ამ ახალგაზრდას თუ მარს კაცს რომ უჯრედში იყო ერთი მიტოქონდრია ბირთვი ერთი მიტოქონდრია იქ ბევრი კიდე რამეა განლაგებული ხო და უჯრედი ამ მიტოქონდრიებს აგდებს როგორც არასაჭირო ნივთებს მიტოქონდრია ამ დროს ფაქტიურად მიტოქონდრიას მოეხსნათ ის როლი რაც ჰქონდათ ადრე და ის ფუნქციონირებას ატიებსო გადაჭიჭდებაო და ორი ამბობს რომ ის რაც ჩვენ უკვე აღჭირდებაო ლიმფოსისტემის დახმარებით გადისო ორგანიზმიდან ხო და მამაკაცის სტუმარი ეუბნება ოლიას მე იმას გულისხმობ რომ რადგან მიტოქონდრიები ადრე ასეთ როლს მიტოქონდრიებს ეკისრებათო ეს როლი მოიცადეთ გავიხსენო რაზე გითხარით მე ხო ენერგიის შემგროვებელი საცოცხლო ენერგიის შემგროვებელი რასაკვირველიაო მარტო ენერგია კი არა მიტოქონდრიას მოაქვსო აგრეთვე ინფორმაცია და გამოდის რომ ღვთაებრივი კავშირი ეს ნაპეწკალი იყო ჩახშობილი უჯრედში მიტოქონდრიაშიო და მას ზინავდაო ადრე და რადგან მიტოქონდრიები გადიანო ორგანიზმიდან ფიზიკის დონის დახმარებით მეშვეობითო ისინი ხსნიანო ამ გზას ღვთაებრივი წყაროსკენ ასე გავიგეო ამბობს ეს კაცი და ოლეთ კანცეკო პასუხობს სხვათა შორისო მე ახლაო ნიშნულოვანი მომენტი რამ გამახსენეო შენ საქმე იმაშიაო ამბობს ოლია რომ ეს მიტოქონდრიები იყო რეპტილოიდური გენის კონტროლის ქვეშ მე ბევრჯერ მithქვამს რომ ადამიანებს ახალშობილზე ვერ გეტყვით ჩვენ დროს ჩვენ რომ დავიბადეთ ჩვენ დროს რომ დაიბადა ყველას ჩვენ გვაქვს რეპტილოიდური ტვინი და რადგან რეპტილოიდური ტვინი გვაქვს ესე იგი რეპტილოიდური გენებიც არის ხო და ეს მიტოქონდრიებიო იმართებოდაო ამ რეპტილოიდური ტვინის გენებით აი ზუსტათო ეს მიტოქონდრიები როგორ გითხარ ექვემდებარებოდნენ ამ რეპტილოიდური ტვინის გენებს რაღაცნაირად ეს რეპტილოიდური ტვინი გავლენას ახდენდა მიტოქონდრიაზე და რაც მეტი მიტოქონდრიები გადისო ჩვენი უჯრედიდანო არა მიტოქონდრია ერთიაო უჯრედში მაგრამ იქ არ ჩერდებაო შეიძლება მეტიც იყოსო ამბობს ოლია მაგრამ მიტოქონდრიები ხო ენაცვლებაო ერთმანეთს შეიძლება ერთი დარჩესო უჯრედში შეიძლება მეტიო მაგრამ მიდისო მიტოქონდრიები ამიტომ არ ჩანსო ბევრი და მიტოქონდრია როდესაც მიდისო უჯრედით ერთვება ცენტროსომები ცენტროსომები ენაცვლება მიტოქონდრიებს და რაც მეტი ცენტროსომა ენაცვლება მიტოქონდრიებს და რაც მეტი ცენტროსომა შემოდის ჩვენ უჯრედში მიდის გრადაციის პროცესი რადგან ჩვენ ყველას გვაქვსო სხვადასხვა უჯრედები სხვადასხვა ეს ინდივიდუალურად არისო ხდება უпроსტად ინდივიდუალურად რადგან ყველასო სხვადასხვა უჯრედები გვაქვსო ხო რატომ და გვაქვს ნერვული სისტემის უჯრედები სხვა ძვლის სისტემის უჯრედები სხვა კანის უჯრედები სხვა კუნთოვანი ქსოვილის უჯრედები სხვა და ასე შემდეგ და ყოველი ირთვება სხვადასხვანაირად სხვადასხვა დროს სხვადასხვა გვარად ალიონა მითხოვა სიტყვა და ალიონა ახლა მე თქვენ იმას გაჩვენებთ რაც ალიონამ გვაჩვენა დაბალი ვიბრაციებიო მიდისო ასე ტალღისებურად ხო გამიგეთ კიდევ გაჩვენებთ ასე აჩვენებს ალიონაც ეს დაბალი ვიბრაციები ამდაგვარად მიდისო დაჯისო რა ვიცი როგორც კიდე
ხო, ყურადღება დააკვირდით, თურმე აქ მნიშვნელობა ქონია ტალღის სიგრძეს, აი ამ სიგრძეს უყურეთ, დააკვირდით ჩემ ტყელს თურმე, აი ასე. ნახეთ? ხო, და რას ნიშნავს ეს? და უფრო მაღალი ვიბრაციები. აი ასე, როგორც გაიხსენეთ, ადამიანი როა მიერთებული, არა, ამ შედარებას ვერ გავაკეთებ. არა, მონიტორინგი. წამოიდგინეთ ახლა თქვენ მონიტორინგზე ჩხარ-ჩხარი ასე ტალღები. მოკლე ტალღები. აი ეს არის მაღალი ვიბრაციული ტალღები. კიდევ გაჩვენეთ ასე. და როგორ ხდებაო აქანეო, რას მოიცადეთ მე ხა მოვდევნი. ხო, ახლა მე აქ ამომიგდო ინტერნეტმა ორი სიტყვა, გამკრივება და შემჭიდროვება. ჩვენო გვეუბნებიანო, ხომ ამბობენ, რომ აი უფრო მაღალ დონეზე უნდა მოხდესო ამ გამკრივების დასწრება, ხო? ესე იგი, ამ გამკრივების დონე უნდა დაეცეს, ხო? ჩვენ ისეთი ჭიდროები არ უნდა ვიყოთ, ხო? წრილ დონეზეო. რა ხდებაო ამ დროსო? პირიქითო. ჩვენ როდესაც შევდივართო წრილ დონეზე, ხდებაო ჩვენი ორგანიზმში ამ ენერგიების ასე ვთქვათ, შემჭიდროვება წყალებში. ანუ პირიქით. აი, იქაც შეიმჩნევაო გამკრივება. არა და პირიქით უნდა მოხდესო. არა და წრილ დონეზეც შეიმჩნევაო გამკრივება. ოღონდ სხვანაირი გამკრივება არისო. და მე ყოველთვის მიკვირდაო, როდესაც მესმოდაო შემჭიდროვებიდან გამოვდივართო. ანუ მცირდებაო შემჭიდროვის დონე, მასა, ეს უპლატნენიე სინამდვილეში ეს ჭიდროება უფრო ძლიერდებაო და მე სულ მიკვირდაო, არა, სიმჭიდროვე შესუსტდებაო ჩვენი ორგანიზმის და მე ვერაფერი მესმოდაო, სანამ მთლიანად ერთი სურათი არ აღდგაო ჩემ თვალისწინ. სანამ პაზლებად არ დაიწყო. ესე იგი, ხდება არაფიზიკური სხეულის კრისტალიზაცია? არა. არამედ ხდება წვრილი სხეულების კრისტალიზაცია. მოდით ამას გავიმეორებ, რა და კლები არა მაქვს და ჩემი ნათქვამი ხოლმე ცუდად ისმის. ხდებაო არაფიზიკური სხეულის კრისტალიზაცია? არა, ფიზიკურ სხეულს არ ეხებაო. ხდებაო წვრილი სხეულების კრისტალიზაცია. ხდება ამ ენერგიით შევსება. და როდესაც ვიბრაციები იწევს მაღლა, ეს მუშაობს კიდევ როგორც ეს მოქმედებს ფიზიკურ სხეულზე. ამ წვრილი სხეულების კრისტალიზაცია მოქმედებს ფიზიკურ სხეულზე. რომ ზედმეტი რაც არის ჩვენ ფიზიკურ სხეულში, ეს ყველაფერი გამოვიდეს. და ეს მაღალი ენერგიები, ეს წვრილი სხეულების კრისტალიზაცია, რომ მოქმედებს ჩვენ ფიზიკურ სხეულზე, ჩვენ ავატარზე, ხდება ჩვენი დაბალი ვიბრაციების და მაღალი ვიბრაციების შეტაკება და აბადიეთ და ხდება ამ არასაჭირო
დაბალი ვიბრაცია იქნება, ენერგია თუ რამე კიდე იქ რაღაც ბლოკების და იმის სახით, ან არასაჭირო ნივთების სახით, ამას ყველაფერს დევნის. ძალიან დევნის ორგანიზმიდან. აქ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია ამბობს ალიონა. ჩვენ თითქოს და ჭიდროვდებით უფრო მეტად, თითქოს და მაგრამ ამავე დროს სიმჭიდროვე იშვებს. და ჩვენი სულიც ემზადებაო, ხდება უფრო ნათელი, ну ნათელი არა იმდენად უფრო ნათები. ანუ უფრო წინვას იწყებსო, უფრო განათებას იწყებსო სული. ანუ სულიც ვითარდება, პირველ რიგში სული ვითარდება. ჩვენ რასაც ადრე ვერ ხედავდი, ან ხედავდი დაბნეულად, ეფემერულად, ახლა ამას ყველაფერს ჩვენ ხედავთ როგორც რეალურად, როგორც კი არა მართლა რეალურად. აწი უფრო რეალურად ნახავთ, წამოიდგინეთ, როდესაც ეს წველი სამყარო და ფიზიკური სამყარო ერთ რიგში ჩადგება. ფერი ნახავთ თქვენ სკეპტიკოსებო, ყველას არ მიმართავ, ვინ სკეპტიკოსები მისვენს ახლა მე, ან იგენი ბოლომდე არ მომისვენენ, მაგრამ იმ სკეპტიკოსები რა სიტყვიან რო ნახავენ ეწყვილში ასტრალურ სამყაროში, რო იცნობენ თავის კვტარ ნათესავებს. იქნება მასე ჩვენ რა არის იცით? ჩვენ რასაც სულებს ვუწოდებს, სინამდვილეში ისინი არიან იქაური ასტრალური სამყაროს, წვრილი სამყაროს მაცხოვრები. ისინი ჩვენსავით მოვიდნენ რაღა დროს ავატარში, ფიზიკურ ავატარში, თავისი მისია შეასრულეს, ან არ შეასრულეს, ან თავი მოიგდეს, ან მოკლეს, ან რამე გარდაუვალი შემთხვევაც მოხდა, გაუთვალისწინებელი უпростоრად. დატოვეს, დაასრულეს თავიანთი მიტიერი გზა და დაუბრუნდნენ თავის წყაროს, თავის საფლობელოს, ხო? საქმეც იმაშია, რომ ჩვენც დაუბრუნდებით იქ იმ საფლობელოს და სადაც დაუბრუნდებით, აქედან ჩვენ ფიზიკურ ავატარში შევძლებთ მათ ნახვას. გინ დაიჯერეთ, გინდა რა, მარტო მათ ნახვას კი არა. ყველასი თუ ვინც ამ სამფლობელოს წევრია, ისა მობინადრეა. ახლა ჩვენ დედამიწაზე ხომ ვერ ხედავთ მაგალითად სულებს, ბუნების სულებს, ხო? ზოგი ხედავს, ყველა არა. მაგრამ ახლა ვინც ძალის წარმომადგენელი ახლა როგორც ალიონა, როგორც ოლგა, როგორც მეორე ოლგა ტანი და როგორც ეს ლეტალია, როგორც პანდორა. და აგერ როგორ მე რო უსვენ ახლა ალიონა ვალკოვას რეალურ მისტიკურ ისტორიებს და ზოგ რაღაცას რომ გიდებთ მე გადათარგმნას. აი ამდაგვარი ხალხი ხედავს ახლაც, ის კი რა, მე მაქვს პატარა ვიდეოები გადმომწერე, გადმოვკაჩე უბრალოდ ახლა გააქტიურდა ისევ, კათიშვილი რომ მქონდა 2 დღეში ხო ითიშება, ახლა გააქტიურდა ისევ და აი მინდა ეს ვიდეო გადმოგითარგმნოთ. მე ვთვლი რომ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი ჩვენგვანი ვერ ხედავს ამ სულებს, მაგრამ ბევრი უნებლიეთ ანგრევს მათ სამფლობელოებს. იმიტომ რომ ზოგი ბინადრობს დიდხეში, ზოგი ბინადრობს კიდევ სადღაც და ჩვენ როდესაც ეს მათი სასახლე, სადაც ის ბინადრობს, მაგალითად ხეს ვჭრით და სახლში შემოგვაქვს და მე მაგისგან სახლს ვაშენებთ. აი ასეთ შემთხვევებზე გიყვებით მე, თუ სამიდიან მე ეს სულები. შებიან ჩვენ სახლებში, აშენებულ სახლებში.
ბევრი ამდაგვარი ვიდეო აქვს მოყოლილი. მე გადავწყვიტე მათი წინა წლების ვიდეოები მომესმინა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია ამოვიღე. სადაც ჯერ იმდენია მოსასმენი, შედების გვარად მოვუსმენ და თუ რამე საინტერესო იქნა თქვენთვის, წარმოგიდგენთ. და მიდიცო კონცენტრაცია ამ ენერგიებისო, ამ პლაზმისო ჩვენ სხეულებში. ალენა ამბობს, რომ მე ვხედავო ამ პროცესს წრულ დონეზე, როგორც გადაკეთება პერიპრაშივკა, ანუ ხდება სივრცეების, აი როგორც კერავი ხოლმე ნაჭრებს უნაცვლეს ადგილს ხანდახან, რომ ზოგადად მაგალითად ძველი მატერია შეცვალოს ახალთან სადღაც მიაკეროს და ამდაგვარი გადაკეთება გადმოკეთება ხდება. რადა წრულ დონეზე ხომ ხდება თურმე ამას წინათ გითხარით მე ვიდეოს დასაწყისში ხდება ვაპატიეთ ხდება კრისტალიზაცია წრულ დონეებზე და ეს წრილი დონეები უკვე განახლებული წრილი დონეები, წრილი სხეულები უბრალოდ რომ ადაპტირდნენ ფიზიკური სხეულის მიმართ, ანუ ფიზიკური სხეული რომ მიამაგრონ თავიანთ წრულ სხეულებს, უფრო ზუსტად როგორ გითხრათ, მაგალითად ადამიანის წრული სხეულები რომ წრულ სხეულებს რომ მიამაგრონ ავატარის სხეული. ამისათვის ხდება ავატარის წრულ დონეზე მიკერება ასე უხეშად ვიტყვი წრულ დონეებზე, რომ ავატარმა წრულ სხეულებთან ერთად შეძლოს ეს გადასვლა მოახდინოს, თუ რა საკურველია ამის საშუალებას აძლევს ავატარის სხეული. და მერე თვით ფიზიკური გარსი, როგორც გარსი მოსცილდება, რადგან საჭირო არ იქნება ვარდება ხო ახლა ხო რადგან საჭირო არ იქნება ჩვენ დავჩებით ჩვენ სხეულებში, მაგრამ ის იქნება შეცვლილი. და ალენა ამბობს, რომ პრინციპში ეს პროცესი უკვე მიმდინარეობსო. ეს არ მოხდებაო უცებ მომენტალურად, არა, თანდათანობით პლავნა რო იტყვიან რუსები. ეს თანდათანობითი ტრანსფორმაციის პროცესი მიდის. გამოდის ზედმეტი და შედის ახალი. და ეს ძალიან ტკივნეულია. ალენა ამბობს, რომ პროგნოზები იყო მაგისი, რომ ჩქარა მოხდებოდაო გადასვლა, მაგრამ რადგან კაცობრიობა არ არის მზად, გადაწყვიტესო ეს პროცესი გაიხადათო თანდათანობით შენელებული შენელებულ ფორმაში, იმისთვის რომ ხალხი არ დაიღუპოს, რადგან ძალიან ეს არის ტკივნეული, თურმე ძალიან ტკივნეული და ხალხის ისე შოკი რომ არ იყოს. რატომ და ამ ტკივილის აუტანლობის გამო შეიძლება ხალხი დაბალ ვიბრაციებში დაეცეს. და ნათელმა ძალებმა ეს სცენარი შეცვალეს, რადგან ხალხი მაგალითად ახალ აი ამ მომენტისთვის დაიტანჯებოდაო იმით, რომ კითხვები გაუჩნდებოდათო მეო თუ არო ღირსი გადასვლის და რაღაც ამდაგვარი. შეეხება თუ რა ის ჩემ შვილებს თუ არ შეეხება და კიდე სხვა შიშები და ეს შიშები იწყებენ ამ პროცესის დამძიმებას. ანუ როგორც მოგითხარით, დედა
რა წყალია შემოსული წვიმს ჩვენთან. და ეს ყველაფერი იწვევს ამ პროცესის დამძიმებას. ხო, და ამიტომ ზოგი ამბობს, სად არისვა თვით მირასალ არისმა კიდე თქვა, ბლოგერი მას მიყავს ბლოგი გრანი ვეჩნესი. უკვე მას არ ყოფის მოთმინება, რომ ამდენხანს რატო არ მოხდაო გადასვლა. აი, ამდაგვარ შეკითხვებს სვავს ხალხი, მაგრამ მათ ბევრს არ ესმის, რომ ეს მცდელობაა ასე გაკეთებული, იმისთვის, რომ ეს პროცესი გახადეს ცოტა დროში წაგრძელებული, მაგრამ მაგერად ნაკლები ნეგატიური ზეგავლენები და შიში ტკივილი, რომ ხალხი არ დაიტანჯოს და ბევრი ხალხი არ დაიღუპოს. გეუბნებით, ნახეთ რა წყალი შემოვიდა. ასე იქნება სულ სადამ იმას არ დაასხამენ გვერდზე. დედა რას ხედა. და რომ აბობდნენ ერთ მომენტიანად მოხდება ეს გადასვლა, არა. ეს ხალხი ცდება ასე ვინც ფიქრობს. ეს ის ხალხი ფიქრობს ასე ვინც ძველ პროგრამებზეა მიჯაჭული, ეს დამთავრდა, ეს ამ შტოცით ჩვენ არა ვართ ძველი სცენარების უარყოფილია და ჩაბარდა წარსულს. ჩვენ ვართ სხვა დროის ხაზზე და ამ ხაზზე უკვე რომელზეც ჩვენ ვართ ის ძველი პროგრამები არ იქნება, არა. და ის სცენარი, რომელზეც საუბრობენ, რომელზეც ნაწილასთან მეტყოლი ჰქონდათ, მაგალითად, ახლა მე ვამატებ ამას, ეს არ უთქვამს ალიონას. ხომ წამიკითხავს ვიდეოებია ინტერნეტში, ეს თქვა კეისმიმე, ეს თქვა ვანგამ, ეს თქვა იმან, ეს თქვა ამან. მე ამათ არ უსმენ. კი, მესინჯის წესამეტყოლება დამაინტერესა. და სხვათა შორის შემთხვევით წავაწყდი, მე კონსპექტებს სულ აკეთებდი. კონსპექტებს, მაშინ სად მქონდა მე ასეთი ტელეფონი. მქონდა ღილაკიანი და იქიდან ვაგდებდი ინფორმაციას და ვიწერდი. მე საერთოდ ყველაფერს დაკონსპექტება მიყვარდა საინტერესო ინფორმაციის. როდესაც ინტერნეტი არ იყო, მე ფიტოთერაპიას მისდევდი სულ და იადიგარ დაუვდი ბევრი საშუალება სამკურნალო გადმოვიწერე ვითხოვი წიგნი. იმიტომ რომ ეს ახლა ადვილი ინფორმაცია მოიპოვო. და ხდება ისე რომ ხო ვანგას წესამეტყოლებას წავაწყდი და ხსნიან რა დროს რა ხდა ვანგას ნათქვამიდან. აქედან გამომდინარე ბევრი წინასწარმეტყველები და ის უნდა მოხდეს, მაგალითად კეისი რომელი წელი იყო არ მახსოვს, სანამ დადგებოდა 2000 წელი და ზევით, აჩვენეს 2012 წლის დედამიწა. ხომ აბობდნენ 2012 წელს უნდა მოხდეს არმაგედონი. არა ეს ტყვილი. რასაც წინასწარმეტყველებენ, ისინი ხედავდნენ ამას ყველაფერს. რაც წინასწარმეტყველებს, ისინი ხედავდნენ და კეისის ანახეს, პლადილელებმა და იყვანეს დამტრებული მიწა, განადგურებული მიწა, ომისგან კი არა, კატაკლიზმებიდან. მართლა უნდა მოხდარიყო 2012 წელს არმაგედონი. ჩვენ ყველა ველოდებოდით. მართლა უნდა მოხდარიყო. მაგრამ ეთყობა იმ წელს შეცვალეს დროის ხაზი. დროის ხაზი ბევრად შეცვლილი, უკეთესობისკენ. ამიტომ ტყვილი არა ტყუში, დაანაჩაულეთ ნურავის. არა, უბრალოდ განშტოება ეს დროის ხაზი დედამიწის ბევრჯერად შეცვლილი უფრო პოზიტიურ ხაზზე. როდესაც ხედავენ ჩვენი ნათელი ძალები, რომ ამ დროს რაღაც უნდა მოხდეს, ისინი ცვლიან ყველაფერს. მათ არ უნდათ რომ დედამიწა უცებ მოხდეს რამე კატაკლიზმა გლობალური დედამიწაზე და ხალხი განადგურდეს. და ცივილიზაციები ბევრჯერ განადგურდა დედამიწაზე. ჩვენ ვართ ახალი რასა. სათხა 200-300 წლის, 500 წლის უკანში. გახსოვთ მე თქვენ ვიდეო დაგიდეთ გრავიურებზე რომზე.
ხო, ის რომაელები არ არიან რომაელები, ისინია საცხა შემოცონილი ხალხი ნარჩენებიან სხვა იმიდან. კიდევ არის ჩვენერი მიწები, სადაც ცხოვრობს ჩვენ ისანები, ჩვენ მაგვარები და სხვა გვარები. ამიტომ ეს არ გაგიკვირდეთ. და იცით რა, ერთი რამ ყოველთვის ვამბობ ამას და ახლაც მინდა შეგახსენოთ. თქვენ როგორი სცენარი გინდათ? თქვენ თავს კითხეთ. როგორი სცენარი გინდათ? გინდათ კიბორგები და რობოტები გახდეთ? არ გინდათ? მაშინ ნაკლებად ჩაუჯექით თამაშებს. ეს ბროკერობა, ეს ბიტკოინი თურმე ესეც ჩვენი მტრების შემოჩეჩილი ყოფილა, შემოჩეჩილი. შემოგვაჩიჩეს უпроსტურად. ამის შესახებ მე მაქვს ბევრი გადმოწერილი ვიდეო იქ, მაგრამ ახლა ისა პრესი ყვება ამ ბიტკოინებზე, ამ ციფრულ ფულზე, საიდან მოვიდა და რატომ? ხო, ის ვიდეომი და ამის შემდეგ თქვენ მოგაცვდინოთ. და კითხეთ თქვენ თავს. ისინი ვინც თამაშობენ, ვინც ამ ციფრულ მასე არიან დამშდარი ციფრული ვალუტის შექმნაზე, ან დაგროვებაზე, ან ყიდვაზე, ყიდვა-გადაყიდვაზე, ასე ვთქვათ, ბროკერული წესით, ან უნდათ მაგალითად ავიღოთ იგივე ქსელური კომპანიები. მე მიმუშავია ადრე მიცდია უბრალოდ ორიფლეიმშიც, ევონშიც, ტიენშიც ვიყავი. ტიენშიც ახალმა არ გამოსულა, მაგრამ მუშაობის პროცესი ახლაც ახალი ეს პირამიდული სისტემების შემოსული. აი ვით ჩამჯდარია ამაში. ეგით ტექნიკური აბარა არის. შენ ხარ პირამიდის ნაწილი. კი, ვითომ ჯანმრთელობას, კი ახლა ჩემი დაგიდია, რომლიღაც არ მაქვს ახლა დასახელება და მე მაინც ბოლოს მომიწია ფიზიოთერაპიის, ფიტოთერაპიასთან დაბრუნება და დღემდე სვა მთხილის ფოთლები მაქვს შეგროვილი და ახლა დავაყენე სასწრაფოდ გუშინ და სვა. თან ჭინჭარი მქონდა შეგროვილი და ცოტა ჭინჭარსაც ვაგროვე, ვიცავ, ტენი, ნაყენში, დებ. და თუ თქვენ გინდათ შემოკარგებო, მაგრამ იმასე კი ნოიფიქრეთ თქვენ დედამიწაზე. მილიარდერი გინდათ გახდეთ და კარგი სასახლე გინდათ დაიშენოთ. თქვენ აქანე ქონების შესაგროვებლად არ ხართ მოსული. კი, ყველაფერი საჭიროა. სანამ მატერიალურ სამყაროში იქნებით, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი, ეს ყველაფერი საჭიროა. ყველაფერი. მაგრამ მე ხო ვდგავარ ბინის რიგში, ხო, მაგალითად. კი, მინდა ბინა, ძალიან მინდა ჩემი კუთხე, მაგრამ თუ მანამდე ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს გადასვლა. ჩემთვის უფრო სასურველია მე. არა, ბინა მჭირდება და საკურველია, მაგრამ თუ გადასვლა მოხდა, მე სამყაროს ვთხოვრო, თუ მე შევესაბამები ენერგიას, მე ვცდილობ, მე ამიტომ ვცდილობ. მინდა ჩემი ვიბრაციები ავიმაღლო. და საკურველია ახალ მიწაზე და ცხოვრება. პოზიტიურ, უფრო შედარებით პოზიტიურ მიწაზე, სადაც არ იქნება ომები. კი, ახლა მეოთხე გაზომილებაში არა, ამ თემას ახლა არ ჩავღმავდები, ამ თემასთან დაკავშირებით მაქვს ვიდეო მე. ამიტომ იქანი ვისაუბროთ ამაზე. კარგზე უნდა იფიქროთ, შემოკარგებო, პოზიტიურ ხაზზე. თქვენ სად გინდა და როგორ გარემოში გინდა ცხოვრება. ამაზე უნდა იფიქროთ და ეს აზრი სულ უნდა კვებოთ ყოველ დღე. მე ესმინდა ხო არის მაგალითად მოგიტონებათ რამე ასაცმელი ძეტყვი. აი მაგათად მე დავდივარ დახევშორის. მე ხო ზუდიტში ვცხოვრობ ახლა. ბაზრის ტერიტორიაზე და რო გავდივარ, თავის შებრუნების მეშინია ასე რომ თავის შევაბრუნო. ხელად
მაპატიეთ ამ სიტყვაზე და ხელად დაგახტებიან, აბა რა გინდა, უბრალოდ ვათვალიერებ, რა კიდია, რა არა, თვალებს ვაკმაყოფილებ, ასე ვთქვათ, ხედვას, ჩემ თვალებს ვაჭმევ საჭმელს, ის სიამოვნებს, ლამაზნასაცოლებს რომ ხედავ. და ისეთი კარგი რაღაცებია და ისეთი ფასები აქვს და ჩემ თავს ვეუბნები ახლა. ძალიან მე და ნეტა მომცა იტყვი ასეთი კაბა, ასეთი რაღაცა ლამაზი, ხო? თუნდაც 30 ლარიანი იყოს, თუნდაც 25-იანი. ახლა ფიქრო, ვეკითხები ჩემ თავს. შენ გინდა ეს? კი ახლა ბევრი წასაცველი მე არა მაქვს, მაგრამ მე ვცხოვრობ ახალქალაქში. აქ საყარი მიწა არა მაქვს, რომც მქონდეს ვერ დავამუშავე. და მაქვს ყველაფერი ისეთი, რაც უნდა ისა ჯვრიანი არა, მაგრამ რაც ჩაიცმება აქ ქალაქში გახვალ. არ შეგწყობა ჩაცვის, აგერ ქუჩა უკვე ქალაქია ჩემი. მაღაზიები დგას და ხალხი მოდის აქ, მაგრები დგას. ხანდახან რამდენჯერ მიჩხუბია, კინაღამ გადამიარა ლამის იმანქანა մեր დღეს. სინათლე არ აქვენ თვალში, ვინაცლებს ამ ძღოლებს მართვის უფლებას. არ მინდა ჩხუბი, არ მინდა გული მოვიყვანო და კინაღამ გადამიარა იმ კაცმა. გააჩერა მანქანა, ჩართო უკანა გაზი, უკანა სასვლელი გადმორთო და მე უკანა მიდოდა მანქანაზე შემოვლება უკნიდა, რადგან გააჩერა. კაი, ბარე, მანქანა შემოვლებ, მე ვთქვი და უცებრო ჩართო უკანა გეზი, კინაღამ გადამიარა, მე თან წამოგიდგენიათ, მე ჩხარა სიარული არ შემისლია, ხერხემალი არ მიჩვენდა და ისე ჩხარა გადმოხვდი ჯოხიანად გზაზე, შიში რა შვება. შიში არა, ადრენალინი, რომ გეუბნებით, კიდე კაი შუაში არ ვიყავი. მაქნის შუაში, კუზოვთა, აქეთ, გზასთან ახლოს ვიყავი, თორე ალბათ წამაქცებდა და გადამივლი და გეუბნებით. თვალში უკან არის იხედებოდა თან და კიდევ მე მეჩხუბა, შენო რა არ შეხედებიო თვალში. ტუტუცი კაცი. ასეთი რამდენი ხდება. არ არის ადგილი ისუდათ შემოხვევა მანქანა რო გადის ან შემოდის ჩადგომა ხო და მანქანა და მანქანა შორის ერთი მარშრუტკა კიდე ისე წამოვიდა უცებ მე დავიხიე უკან არ ვიცი ხალხო და როგორ მეწოდება ის ძღოლები რომლებიც ტაქსაობით შოულობდნენ ფულს და თავის ოჯახებს არჩენდნენ, იმიტომ რომ ძველი მანქანები გამოდის, მაგრამ კი ეს ყველაფერი ტკინეულია, უზბეკეთშიც ხდება ასეთი რაღაცა. ძველი მანქანები გამოდის მომსახურებიდან, გძალას თავრობა, ურთელას ხალხს ამ ძველი მანქანების ყოლას. ხო, აი ესა ქაოსი მე რო გეუბნებოდით, ტკინეული, ყველაფერი ხდება ტკინეულად. მე კატაკლიზმს არ გულისხმობ. ეს სისტემა ხო იშლება, სისტემა იცვლება. ეს შეცვლა მანქანების ხდება ტკინეულად მოსახლეობისთვის, რადგან მოსახლეობა დაშინებულია, ნერვიულობს. ახალ მანქანას ვერ იყიდიან, ძვირიხილს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი გადაყვება ამას. ძალიან მეწოდება ეს ხალხი, მაგრამ ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ სისტემა ნელ-ნელა ინგრევა. რათა უნდა მწარი იყოს ჩვენთვის. და ახლა ოლგა ტანიდა ამბობს, 1 წლის უკანო ნათელმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაც ნივთიერება დაემატებინათო ამ იმპულსში. თაებრივ იმპულსში, რომელიც მოდის დედამიწაზე. არ ვიცი იქ მაგათმა რა ჩაუმატესო, ამანო ამოაგდო დედამიწას ზევით, ესე იგი უფრო მაღლა, ვიბრაციით. ფაქტიურად ცვლილება მოხდა მთელ სამყაროში, მაგრამ აგრეთვე ცვლილება
ცვლილებაში შევიდაო და იმ ხარჯზე რომ მოხდა სამყაროს გაფართოებაო, ხო, სამყარო გაფართოვდა უფრო თურმე კოსმოსური სამყარო და ამის ხარჯზეო აგრეთვე ჩვენ დედამიწაზეცო ძალიან გრანდიოზული ცვლილებები მოხდაო მთელ სამყაროში, ძალიან გრანდიოზული. და გარდაქმნა მარტო ჩვენთან არ ხდებაო და ეს ყველაფერი რატო გაკეთდაო? ჩვენო გვიწყობენო ხელს იმისთვის რომ ჩვენი სხეულებში, ჩვენ ავატარებში, აი ეს ავატარი მაგალითად მე დიდი სურვილი მაქვს გადავიდეთ ჩემ ავატარში. არ ვიცი ჯანმრთელობა როგორ მომწონს საშუალებას, მაგრამ თუ თურმე შენ ცნობიერებას და შენ სულს აფართოებ, ამის ხარჯზე ადაპტაციას განიცდის შემდეგ ავატარი. ხო, შენი სულის და შენი ცნობიერების ქვეშ თურმე ეს ჩვენი ავატარი ეწყობა. ხომ გამიგეთ? მეგონი გასაგებად ახსენი. და ამისნით მთელ სამყაროში იქნა როგორ გითხართ? და რაც ხდება დედამიწას, ეს პროცესები მოქმედებს კოსმოსურ სამყაროზე. მაგალითად, მაინდამაინც ჩვენ საევოლუციო პროცესში, კაცობრიობის საევოლუციო პროცესში მაღალი ცივილიზაციები არ ერევიან. რატომ? რომ ცუდი შედეგი არ მოყვეს ამას ყველაფერს. აი მაგალითი მოიყვანა ალენა ბერეგინა. ადრეო ჩვენ ვიყავითო ბავშვობის ასაკში. საბავშვო ბაღის ასაკში. და ტუტუნებით ჩვენო როდის მოვა, მაგალითად რო იფიქრო როდის მოვა ჩვენი მასწავლებელი რომ გარეთ გაგვიყვანოს სასეირნოდ, ასე ახლა არ გამოვაო. იმიტომ რომ როდესაც კოლექტიურად ხალხი ფიქრობს იმაზე რომ ვიღაცა მოვიდეს გარედან და შენ დაგეხმაროს, ასე არ გამოვა. ალენასნაირი ვარსკვლავური სულები მოვიდნენ დედამიწას იმისათვის რომ დაეხმარონ დედამიწას, რომ დაეხმარონ კაცობრიობას. და რომ ახლა ჩვენ დავიწყოთო მაგის ლაპარაკი, როდის მოვლიან და როდის დაგვეხმარებიანო, არავინ არ მოვა ამხრივ პირდაპირ გაგებით ჩვენ დასახმარებლად, კიო ჩვენ გახმარებიან. ეგრე იკავებენ მზის ტურბულენტურ გამოსხივებას, პროტურბაციებს, მალავენ შავი ხვრელის მზე ისე ახლოსა დედამიწასთან, რომ შავი ხვრელი პირდაპირ დედამიწასია მიდგარი და ამ შავ ხვრელს, მზის შავ ხვრელს ფარავენ ესენი ნათელი ძალები თავისი დიდი ხომალდები და რაღაც ტექნოლოგიებით, რომ დედამიწაზე მხოლოდ იმდენი რაოდენობა მოვიდეს, როგორც გითხარით, რომ ჩვენ არ დავიღუპოთ. როგორც გითხარით, ეს ისმაილ პრესი ყვება ამას და ესეც ისმაილ პრესის ვიდეოშია. მაგი დაწერილი მაქვს, მე იმას მერე ვისამ. ახლა ისმი და გავაკეთო, რაც ატვირთული მაქვს, რომ ადგილის გავანთავისუფლო. არ ვიცი მე დღეს მეორე ვიდეო მოვასწრებ თუ არა. გვიანამდე კი ჯერ ერთი და მე კიდევ გუშინ წუხზე ცუდად გავხდე. მე ახლა დავრეკე ისეთ ადამიანმა დამირეკა, რომ დიდი ხანი არ მილაპარაკია და ხო და ამას ამბობს ალენა ბერეგინა, ჩვენ თვითონ უნდა დავეხმარებთო ჩვენ თავს. ჩვენ არ უნდა ვიწუწუნოთ, იმიტომ რომ ეს წუწუნი, როცა კოლექტიურად წუწუნებენ, როდის მოვლენ, ეგიც მოქმედებს განვითარებაზე. ასეთი საუბრების განაც უნდა შეიკავოთ ხალხი. ჩვენო ვინც მოვიდითო აქ დედამიწის დასახმარებლად, უნდა გამოვიღითო და უნდა მოვიქცეთო ჩვენ ცოცხლებმაც როგორც გაცნობიერებული ადამიანები. და ჩვენ ციცინათელებს ახლა აღვიქვამენო სხვანაირად, როცა არ არისო ბავშვთა ბაღი, რომ ჩვენ სერიოზული ხალხი ვართო უკვე. ალენა ამბობს, რომ ჩვენ ჩავთეთო ეს ჩვენი გამნათობელი და სამას ჩვენი საკუთარი თავი ჩავთეთო, ანუ გამოვიხუძეთო. და ეს ეგოც მდგომარეობა, რომლებმაც ჩაერთენ ამ გამოღვიძებაში, ამან იმოქმედა დადებითად.
და გაიფიქრა ამ დროს გავიფიქრე ჩვენ რომ აი მე მაგალითად რომ ვერავის დავიყრდნობი და მე თვითონ უნდა გავაკეთო ეს საქმე. აი ამდაგვარად დაიწყო ფიქრი ადამიანებმა და მე თვითონ ვარ შემტევს ძალა გადავწყვიტო თუ როგორ უნდა ვიცხოვრო. და ამ შემთხვევაში ეგო შეასრულა თავისი როლი. ანუ ამ ეგომ ჩართო ის ამუშავა ის ციკლი, ეს რეაქცია, როდესაც ციცინათელებმა დაიწყეს ამ თემაზე საუბარი და სხვებმა დაიწყო ამის გაგება და ჩვენ ესე იგი ჩაგვიჩნდაო პოზიტიური გაგება, რომ სიკვდილი მეტი არ იქნება, ეს ჩვენ ჩავაჯინეთო ჩვენ ცნობიერებაში, რომ არ უნდა იქნას სიკვდილი და ჩვენი პასუხისმგებლობით, ჩვენი სულებით და იმის გაგებით თუ რა ხდება ჩვენ გარშემო და იმის გაგებაში, რომ ჩვენ ხელზე არავინ მოკიდებს და ძალით არავინ წაგვიყვანს ან გადაგვიყვანს, ჩვენ თვითონ მივყავს ჩვენი საკუთარი თავები. ამიტომ ამბობ მე, თქვენ თავს თქვენ თვითონ დაეხმარებით თქვენი ემოციური გრძნობების გაკონტროლებაში. თქვენ თავს თქვენ თუ უშველით იმით, რომ თქვენით მონდომებული იქნებით, თქვენ განვითარდეთ. მაგალითად, ბევრს უთქვას სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ დამთავრდა ჩემი კითხვა. არადა, კი მართალია ბევრი მუშაობს, დაქანცულები მოდიან, მაგრამ მათ ეს არ უშლით ხელს, რომ სერიალებს უყურონ, ინფორმაციას უყურონ. დაქანცულები უყურებენ ინფორმაციას, ფეხბურთს, სერიალებს. მე მესმის, ზოგს შვილები ყავს, მაგაზეა საპატრონებელი, მაგრამ იმ საქმების გაკეთების დროს მაგის უნარი მაინც შეგვწევს ჩვენ ყველას ვიფიქროთ. ფიქს ხო ვერ აკონტროლებენ. ხანდახან საქმების კეთების დროს რამდენჯერ გამივლია მე იმდენი ასლი ჩემ თავში დაწყებულ როგორც ლენტა, კინოფილმი, გადავარდები წარსულიდან გაიხსენება რაღაცას, მე უფრო ახლოს რაღაცები რომ მოხდა, რაღაც პროცესები გაგახსენდება, მე ფიქრობ მომავალში რა სიზამ და ასე დავხდევარ ჩვენ მომავალ წარსულ და ამ წყოს შორის საქმების დროს. აი შეიძლება ამ საქმების გაკეთების დროს ჩვენი აზრები დავალაგოთ, მაგალითად კითხვები დავუშვათ საკუთარ თავს. დაახლოება კაცობრიობა, ახლა ჩვენ დავიწყეთ მოქცევა ისე როგორც უნარი შეწერთ მოზარდ ადამიანს, ჩამოყალიბებულ ადამიანს. ხო, ახლა იგრევაო, ოლია ჩაერთო საუბარში ძველი მატრიცა და ახალი მატრიცის შექმნაში ჩვენს გვაკისრიაო როლი. ახალსაც ჩვენ თვითონ ვაწყობთ ჩვენი პოზიტიური ფიქრებით. თუ როგორი მომავალი გვინდა ჩვენ. კი, ალიანსიც გვეხმარება, ყველა გვეხმარება ამ მხრივ, მაგრამ თავარი საქმიანობა დამოკიდებულია ჩვენზე. ჩვენ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ უნდა გვინდოდეს. ჩვენ არავინ დაგვაძალებს რამის გაკეთებას. ჩვენ ჩვენი ნებით უნდა გავაკეთოთ. მოხარული უნდა ვიყოთ. და ული ამბობ, ჩვენ მოგცესო ისეთი ინსტრუმენტებიო, რომელიც საერთოდ სამყაროში არ არსებობსო, რომ ჩვენ ეს საქმე გავაკეთოთ. და მიჭერ სიყვარულს როგორ შეეხებაო საქმე და ალენა მოხარი დამიჭერავ და თქვაო რომ იქო რა არის მიჭერი სიყვარული, არ იცი, ანუ რადგან იქა მათ არ ესმითო რა არისო დეპრესია, როდესაც ვარდებიანო დეპრესიაში და იქო იმდენად არიანო ღრმად შეტოპებული ამ სიყვარულში, რომ მაგათ არ ესმითო თუ რა არისო დეპრესია. და ალენა ამბობს, რომ ჩვენ დროს როდესაც თავს ჭამო ხშირათო ეჩვევაო შენი ის შეგრძნებები, რომ თაფლი ტკბილია, ძალიან ტკბილი და მალეო თაფლი ისეთი ტკბილი არ ხდებაო, ეჩვევაო ენისგემო.
გემო საჩვევს ენა სიტყვას თაფლის სიტყვას სხვათა შორის ჩაიზე შემიძლია ვთქვა ერთი პერიოდი ძალიან თქმულ ჩაესვამდი მე და როდესაც ნენელა მოვაკელი შაქარი ახლა უკვე გძნობ როდისა ბევრი როდისა თოდა ჩაიში შაქარი ჩაის ნაკლებად ვთვამე მაგრამ სვამ ხო ხან კოტრახის ნაყენს ხან იმას ხან ამას და თოდა შაქარს უკეთებ და ახალგაზრდა მამაკაცის სტუმარი რომელიც ამათთან ერთად არის ეკითხება როგორ ეხება საქმე ემოციები ხო ემოციები უნდა იყოს ბალანსში ყველა ემოცია და ამასთან როგორ არის საერთოდ საქმე და ალონა ბერეგინი ამბობს რომ სინათლის გალაქტიკურმა ფედერაციამ საერთოდ ფედერაციამ გადაწყვიტაო შეინარჩუნებინათო დედამიწაზე ყველა ემოციები ცუდის და კარგი იმათმა იქ არიციანო რა არისო ცუდი ემოციები არადოს არიციანო იგივე დეპრესია იგივე ნეგატიური ემოცია რა არისო და ამიტომ ყველაფერი დატოვესო დედამიწაზე ყველანაირი ემოცია მაგათ არის მითო რა არის დეპრესია როგორ შეიძლება დეპრესიის დიაგნოსტირება და საიდან ეცოდინებათო ამის დიაგნოსტირება საიდან ეცოდინებათო დეპრესიის დიაგნოსტირება თუ ისინი მიწყოს არ ყოფილანო დეპრესიაში იმდენად სიყვარულს ცხოვრობენო და როგორ უნდა იმუშავო სხვა პლანეტებთან მნიშვნელობა რა აქვს იქ ვინ იქნება ადამიანების მაგორები არ ადამიანები გუმანოიდები და როდესაც მაღალი ვარსკვლავური სულები განსახიერდებოდნენ დედამიწაზე მაგათმა არ იცოდნენ ეს რას ნიშნავდა აპატიეთ მეტკინა რას ნიშნავდა ეს ნეგატიური ემოციები რადგან იქ ეს არ იყო და ჩვენ მათო გავეცითო ყველა ემოციები ისინი ტრანსლაციებს აკეთებდნენ აპატიეთ ეკრანზე ჩვენთან ჩვენი გამოსვლების ჩვენი ჩანაწერების ჩვენ გადავიდით ჩვენი ემოციების მთელი სპექტრი და მაგათ არის უნდათო ხომ ბევრი რამე და ახლა ისინი მიხდნენ რომ ზოგს უნდა დაეხმარო ზოგს ემოციების კოლექტირებაში უნდა დაეხმარო ანდა უნდა შეგვეჩერებინა ის სტრესი თუ იქ დღემდე რომელიც გრძელდება როდესაც ძალიან ბევრი სიყვარულია სხვა დანარჩენი ატროფირდებაო ამბობს ალიონა და ალიონა ეუბნება ოლია მეო მომიჭრენო ერთხელ ემოციები და ეს იყო 2012 წელი მე 2 კვირა ცხოვრობდი ემოციების გარეშე სიყვარულიც კი მომიჭრესო მე ცხოვრობდიო ეს პერიოდი ისეთ მდგომარეობაში თითქოს არაფერი ხდებოდესო და მე მივეკავენო მაღაზიიდან მეუნებიანო ალიონა უყურე რომ მე რამდენიმე დღეაო ვაჭრობა რა გვაქვს მაღაზიაში მე ვეკითხებიო ტაბურეტი გაყიდეთო? კიო, ხო და მშვენიერიაო, ხო გაყიდეთო და ერთი ტაბურეტი მაიცო. საერთოდ ისეთ ემოციებში ვიყავიო, არანაირი ემოცია არ გამაჩნდა უბრალოდ. და მეუბნებიო იმ გოგოებს, კაი დღეს არ არის სხვა გიქება თუ ვაჭრობა. საერთოდ არანაირი ემოციებიო, არ გადადეს არაფერი. ან ადრე რომ მირეკავდნენო, ან რაღაც სხვა სიტუაციები იყო, მე ვიწყებდი რაღაც რეკლამის შედგენას, ხო რაღაცის გაკეთების უფლებას ვაძლევდი ჩემ თავს და ახლა ისეთ მდგომარეობაში ვიყავიო ამ დროს, არაფრის გაკეთება არ მინდოდაო. და ამასთან ერთად მე ემოციები არ მქონდაო არც ვაჟის მიმართ, არც მეუღლის მიმართ. მე უბრალოდ ვიცოდიო რომ უნდა მომიზადებიო სადილი ვაჟისთვის, მეუღლისთვის, რომ უნდა დავხარებოდიო ჩემ ვაჟს გაკეთების მომზადებაში. ხოლმე აი ეს მოვალეობის შეგრძნება მქონდაო. ხო, ოლი ამბობს რომ დედამიწას დატოვებენ როგორც სკოლას. პირველ ეტაპზე მაინც. უნდა იყოს 50 სიყვარული, 50 ნეგატიური. ესე იგი 50 და როდესაც გადახვალთო იქაც იქნება ემოციები და იქ მაეტნიკს რომ უწოდებენ შუქურა, ხო? რომ ქანაობს. მაგის მოძრაობა ხდებაო ამ შუქურასი. სიყვარულიდან სიდულვილამდე და ქანაობს ეს შუქურა. და ეს შუქურა, საქანაო შუქურა იძლევა ნაკლებ ბალანსს და შენი ყოველთვის იქნებიო რაღაც ემოციებზე. ემოციების გარეშე შეიძლება ცხოვრება, მაგრამ რაც გზნობებს შეეხებაო, გზნობები უნდა დატოვო.
გრძნობები სჭირდებაო. ხო და არიან აიუბნება ახლა 200. როგორ უნდა შეადარაო მაგალითად დადებითი ემოციები, უარყოფითი ემოცია არ იქნაო. ხომ უნდა ხედავდიო განსხვავებას. ხო, ოლი ამბობს რომ იქო სიმაღლეში, მაღალგანზომილებებში შეიძლება სქესი არ არსებოდესო, მაგრამ ისინი მაინც მრავლდებიანო და მე ანგელოზზე მითხრს თუ როგორ მრავლდებიანო ისინი. და ეს თურმე როგორ ხდება? დაუშვათ ორი მოსიყვარული ანგელოზი. ავიღოთ ორი მოსიყვარული ანგელოზიო და მათ თუ ერთმანეთი უყვართო, ეხოვიანო ერთმანეთს. უბრალოდ ეხოვიანო. და იქ ისეთი ენერგია აქვენო მაგათ და ოლიაც უმოწმებს რომ ხო მასე ხდებაო და ეს იმათ იქ ისეთი მაღალი ვიბრაციები აქვენო რომ ორი ანგელოზი როდესაც ეხუტებაო ერთმანეთს ამ მაღალი ვიბრაციების მოქმედების ქვეშ ჩნდებაო მესამე ანგელოზი. ახლა მე ვიხიმება თავისით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, კი მე ვიხიმი, მაგრამ მე ამის ვჯერა. და ამ ანგელოზებს აქვთ შეუძლიათ უბრალოდ ენერგიების დამძიმება. უბრალოდ დამძიმება არა, ენერგიების შესკელება და ამ დროს ხდება ჩასახვა. ენერგეტიკულ დონეზე. და ქალბატ ესენიც იხიმიან, იცინიან და ოლი ამბობს მე მომწონსო ბავშვის ასეთი დაბადებაო. კი, ცოტა, მაგრამ მაგივრად მათთვის ბევრი რამ უცნაურია, რაც ადამიანებს შორის ხდება. იქ ხომ ბევრი რამე არ იციან. არ ხდება ის, რაც აქ ხდება ისე, მაგრამ ჩვენთან არ ხდება ის, რაც ხდება იქა. ამიტომ ხოლმე ასეთი რეაქცია გვაქვს ჩვენ. იცით რა ძალიან ვრცელი ვიდეოა. ხო და მე ხოლმე ვაკეთებ, მე სულ კი არ ვსივარ, ხოლმე შესვენებას ვაკეთებ, ხან რა დაგჭირდება, ხან რა. მაგრამ ძალიან საინტერესო თემაა და არ მინდა რამე გამორჩეს. და ოლი ამბობს რომ ჩვენ სამყაროშიო ტრაგედია მოხდაო. ალბათ იცით ყველა რომ ეს ჩვენ ვართ ერთ-ერთ სახელურში. ჩვენი სისტემა, მზის სისტემა განლაგებულია ერთ-ერთ სახელურში და ეს galaktika ჩვენი გამოიყურება როგორც სვასტიკა. და ერთ-ერთი სახელური იღუპებოდა. ხო და როდესაც იღუპებაო და უშუალოდ მთელი galaktika ეს არისო ჩვენი შექმნელის ორგანო. მაგალითად ჩვენ რომ პრობლემა შეგვექმნასო და ან ხუზი გვეთი შებოდესო ან თირკმელიო ან ტვინი. და ამ დროს რა შვებაო ჩვენი galaktikis შექმნელი, ალბათ შეეცდებაო განკურნოსო ეს პრობლემა. ხო და რა შვებდაო შექმნელი, მოდიოდნენ ნათელი ძალები და ამ ფენებიდანო გლიჯავდნენ ამ მეტასტაზებს. ამ ბნელი ძალის მეტასტაზებს. მე ფენეს მეგულისხმობ გაზომილებებს შორის ფენები ხომა? ხო და შექმნელმა, როდესაც დაენახა პრობლემა, დაუძახა თავიანთ შვილებს დამეხმარეთო დედამიწის გადასვლაში. ჭირდებაო დახმარება. მაგრამ ერთ-ერთი შესასვლელი დედამიწაზე იყო განსახიერება. დედამიწაზე განსახიერება. სხვაგვარად არ გამოვიდოდა. ამიტომ ვარსკვლავური სულები, მაღალი გაზომილების სულები განსახიერდებოდნენ და განსახიერდებიან ბოლო წლები დედამიწაზე. ხო, მოდიანო, ოლიაც ამოწმებს, მოდიანო კიო ვარსკვლავური ცივილიზაციების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სულიერი მასწავლებლები მოდიანო ანდრომედიდან, ლირიდან, პლეიადებიდან და ესენი იმდენად სულიერად არიანო განვითარებულები, რომ ისინი წარმოადგენენო ასრულებენო მასწავლებლის როლს იმ პლანეტაზე, სადაც ისინი დაფრინავენო. მეზობელ galaktikებშიც კი და მაგათმა თავისი მასწავლებლები გამოუშვეს აქ იმისთვის, რომ
გაკვეთილები მისცენ და გადმოსცენ ის სულიერი ინფორმაცია. და ალიონა ამბობს, თუნდაც ადამიანს არ ეხმოდეს, რომ ის იმ ქვეყნიდან არის მოსული, ვასხალური რომის ვასხალური თესლიაო. მას შეუძლია ფლობდეს მრავალი ინფორმაციით, იყოს მეცნიერი, გახდეს მეცნიერი დედამიწაზე და დედამიწა, რომელიც დაიბადა, ახალი დედამიწა. იქნება განლაგებული ისეთ ადგილასო, ამას ამბობს ორია. და როდესაც ჩვენი მიწა, ჩვენი ძველი მიწა მივაო იმ ახალი მიწის ზღულთან, ტერიტორიას, ახლოს, იმ ახალი მიწის სიახლოვეს, ან სიბნელესთან შეშალა. სიბნელეს რომ მიუახლოვდებაო ეს ძველი მიწა, ვერ გადავა ამ სიბნელის ზღულზე, ფიზიკურად ვერ გადავა. იქ დარჩებაო ძველი მიწა, რომელიც ისევე დარჩება როგორც სკოლა, ოღონდ უკვე ბნელებისთვის, ვინც სიბნელეში ცხოვრობს მათთვის, იქნება გადასვლები, იქნება როგორც ეს გადასვლები, როგორც ამოსნია და ჩვენთან ბინდი თანდათანობით კრება, მიდის და ასტრალშიო, უკვე ასტრალში იქნებაო უკაცრავად ნახავერთი. ხო, კიდევ კარგი რომ შევეხედე. ზუსტად მინდოდა გადამეთარგმნა ეს სიტყვა დამოუსნია. ესე იგი, ასტრალურ პლანზე იქნებაო საბაჟოები. პირდაპირ გაგებით, იქნებაო საბაჟოები. ეს საჭიროა და რისთვის? ვინც ამ ასტრალში გაიზრდება, იქნება ექვემდებარებოდეს იქნება კონტროლს, იქ იქნება იგივე სამასწავლებლო სისტემა და ორი ამბობს, ჩვენთან დედამიწაზე ხომ გაიხსნაო სულიერი სკოლა. არსებობს სულიერი სკოლა და იქაც მოდიოდნენ იქნება სულიერი მასწავლებლები, იქაც სწავლება მიდიოდეს იქნება და ორი ამბობს, რომ ახლანდელი ჩემი მეუღლეო, იქ არისო მაღალ რანგში და არის სულიერი ლიდერი იქ და ფიზიკური მეუღლე მისი არის თურმე გალაქტიკური მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იქ როდესაც ვამბობ მაღალ გაზომილებებს მომავალს და ძალიან მომთხოვნადი პიროვნება თურმე, მომთხოვნადი ადამიანი, საჭირო ადამიანი უпростоრად. და ამ ჩემ მეუღლის ასპექტმა იქედან მომავლიდანო ჩამოიყვანაო სულიერი სკოლის წარმომადგენლები. იქ ამ სკოლაშიო, იქ ასტრალზე ყველა წმინდანები მივიდაო და იქო ახლა სწავლობინო ყველა. და ამ წრილ დონეზე ასტრალში ისინი ანაცვლებინო თავის გამოცდილებებს. და ეს სკოლა, კიდე გავიმეორებ, წრილ დონეზე ასტრალშია გახსნილი. და ჩვენო ყველა მოწაფეების მასწავლებლის იქ სწავლობთო ახლა. და ოლი ამბობს, რომ ხედავ წრილი დონის სამყაროს, როგორც წერტილს, რომელშიც შეგროვილია ყველაფერი, ყველა გაზომილებები. და შენი უნარიდან გამომდინარეო, შენი უნარი რა დონეზე იქნებიო, შეგიძლიაო ნებისმიერ განზომილებას ესტუმრო. და საკურელია თუ იმ განზომილების ვიბრაციებზე დგახარ. და ეს მოძრაობა განზომილებებს შორის უკვე გაიხსნაო. და ნებისმიერ შეუძლიაო ისერნოსო ამ განზომილებებში. თუ საკურელია ვიბრაციები აძლევსო ამის საშუალებას. რადგან თურმე ლინეინური ხაზი ახლა სულთა ლინეინური ხაზი არ არსებობს. არის ხაზი, მაგრამ ეს არ არის ისეთი ხაზი, როგორც იყო ადრე. ადრე იყო ლინეინური ხაზი. და ოლი ამბობს, რომ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ სხეული მჭიდროდებაო. და ეს სხეულები კარგავენო პელეგაროტკებს. ანუ მან იგულისხმა ამ სიტყვის ქვეშ იმ წინახობებს, რომლებიც ადრე არსებობდა. იმისთვის რომ გადახვიდე უფრო წვრილ სხეულებში. და თუ ადრეო ჩვენ მედიტაცია ვჭირდებოდა, დღეს ეს კეთდებაო თავისუფლად. ის კი არა, მარტო მედიტაცია კი არა, დიეტებიც უნდა დაეცვათ. უნდა გეშიმშილად მაშინ თურმე. მედიტაცია, დიეტები, შიმშილი. ახლა არა.
ახლა შენ თუ გაქვს სურვილი და შენ თუ ხარ მიზანს დასახული, აგისრულდება იოლად. და ალეონა ბერეგინია ეკითხება ოლიჩკას, რით განსხვავდებაო განზომილებები დონებისგან. მე ერთ იგივე მეკონა ეს. ხო, გეტყვით ახლა მე კარგად გაგარკვევთ. мерность и измерение. измерение ითარგმნება ქართულად როგორც განზომილება. მაგრამ მე მეკონა სიტყვა мерность იგივე განზომილება იყო. ხო და ახლა ალეონა ხსნის თუ რა განსხვავება განზომილებას და დონეებს შორის, მაგრამ მე მგონი мерность არ არის დონე არის პლან. მოიცადეთ ახლა მე გავარკვევ. მე ხა შევედი ინტერნეტში, არა მე ვიცოდი თარგმანი იმისი განზომილების, მაგრამ სიტყვა мерность მაინტერესებდა ინტერნეტი როგორ გადათარგმნიდა და სიტყვა мерность ინტერნეტმა გადამითარგმნა როგორც განზომილება, მაგრამ თურმე ამ განზომილებას და ამ мерность შორის განსხვავება ყოფილა და ახლა ხსნის ორია, რა განსხვავებაა? გაეცინათ. და ოლი ამბობს, ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება, მე ვხედავ ენერგიებს, ორივეს ხედავ როგორც ენერგიებს, ამ განზომილებას და мерность. ალეონა ამბობს, რომ მე ეს კითხვა ბევრჯერ გამჩენიაო. და მე ახლა მომივიდაო ნაკადში ინფორმაცია, რომ მაქვს უფლება ახსნაო. თუ რით განსხვავდება мерность от измерения. измерение როგორც გითხარით, измерение ქართულად არის როგორც ითარგმნება როგორც განზომილება. ახლა ალეონა გვეტყვის თუ რა არის სიტყვა мерность. მაგალითად 12 განზომილება, 12 измерение. ხო და მე სულ ვამბობდიო ამას, რომ სინამდვილეში განზომილება 12 კი არა, რიცხობრივად მეტიც არისო. მაგრამ ყოველ განზომილებაში არის ყოველ განზომილებას აქვს თავისი გრადაცია, რომელსაც უწოდებენ мерность, რომელიც წარმოადგენს აღმავლობის რაღაც ეტაპს, ნაბიჯებს და მე მითხრესო, რომ ყოველ განზომილებაში არისო 12 мерность. მე ქართულად ამის თარგმანს ვერ მოგიძებნით, რათა ისევ განზომილებად მითარგმნის ინტერნეტი, მაგრამ ეს განზომილება არ არის. მოდით ამას ჩვენ დავარქვათ ქვე განზომილებები. мерность. ჩვენ დავარქვათ ქვე განზომილებები. რატომ და ინტერნეტში რო შეხვიდეთ, იგივე განზომილებას ამოგიგდებთ, არათა ეს სხვადასხვა. ხო, რომელიღაც ვიდეოში აი ეს თქვა ალეონა, ესე იგი ყოველ განზომილებაში არის 12 мерность. ანუ ქვე განზომილება. ხო. ქვე განზომილება. мерность. დავარქვი მე, ეს სიტყვა გადავთარგმნე როგორც ქვე განზომილება, რადგან განზომილება არა. ხო და ოლი ამბობს, რომ განზომილებები ურიცხვია, უსაზღვროა. და განზომილებისო ციფრული გაგება არ არსებობსო, რადგან ის უსაზღვროაო. მაგრამ ყოველ განზომილებაში არისო ქვე განზომილებები. სულიერი ზრდის მიხედვით. ანუ გრადაციები, როდესაც შენ აღწევ მე-12 ქვე განზომილებას, მაგალითად მაპატიეთ დამიშდა გონი სატენი, ამიტომ დავაწვინე ტელეფონი, მე არ ჩანდი იქნება. ხო, მოიცადეთ, დამიშდა სატენი. ისა სატენი მეთქი, ბატარეიკა, მუხტი ტელეფონის. განიმუხდა და მე დიდი ხანია ხო უკვე ვიდეოს ტვირთავ, თარგმნი დავტვირთავ და ალბათ დაშდა და ისა შუქი ქრებოდა. ახლა მე დავაწვინე ტელეფონი
მაგრამ მაინც ვისაუბრებ, რა მნიშვნელობა ჩემი ხმას ხომ გაიგებთ? მაგალითად, მეოთხე განზომილების მე-12 ქვეგანზომილება. შემდეგ ეს იქნება გადასვლა, ესე იგი დიდობის პერიოდში გადასვლა, ანუ მომწიფეების პერიოდში გადასვლა. ხო, რა არის გრადაცია? მოდით ახლა მე ამას აგიხსნით. სიტყვა გრადაცია არის მდედრობითი სქესის და ნიშნავს თადარიქს განლაგებას, თანდათანობით განლაგებას რაღაცისა, ესე იგი გადასვლისას ერთი მდგომარეობიდან მეორეში. თანმიმდევრობა გადასვლის დროს ერთი მდგომარეობიდან მეორეში ნიშნავს გრადაციას, ანუ გადასვლას, თანდათანობით გადასვლას. ხო და ამათ ყოლიათ მცვენელები ოთახში და დაუწეს ასეთი კითხვა, რას ნიშნავსო ემოცია ამერი ახატვი, კარგი, მადლობა. კარგით, მე მგონია მე ამაზე შევჩერდები. იმიტომ რომ ადგილი არ მეყოფა მაინც და რაც საინტერესო იყო გითხარი. დრო უკვე დიდი ხანია უსმენ. ისე მენანება მინდა ბოლომდე ჩავწერო, მაგრამ მოდით აქ შევჩერდები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.